რა მოხდებოდა თუ კი ტიტან ნობუა არ გადაშენდებოდა? რა შეიძლება მოგვივიდეს ჩვენ ადამიანებს? იქნებოდა კი ჩვენი ცხოვრება დღეს მშვიდობიანი? არა ხართ მეგობრებო, მოგესალმებათ აროინ პოლოტივი. დღევანდელ მსოფლიოში ყველაზე დიდი გველი არის ანაკონდა და დღევანდელ მსოფლიოში ყველაზე დიდი ნიანგი არის კასიუსი. ის იცონის 1 ტონას. თუ დაფიქრდებით, ესენი მართლაც გიგანტები არიან, მაგრამ გაგიკვირდებათ, როცა გაიგებთ, რომ ეს ორი გიგანტი მხოლოდ ბავშვებად ითვლებიან. თუ შევადარებთ იმ არსებებს, რომლებიც ოდესღაც ჩვენ სამყაროში ცხოვრობდნენ. ამის მაგალითია კრონოზავრი და ტიტანობუა. ეს ორი არსება ოდესღაც არსებობდა, ისინი უზარმაზარ საფრთხეს წარმოადგენდნენ ხმელეთზე და წყალში მცხოვრები ცხოველებისთვის. ეხლა კითხვა ასეთია, რა მოხდებოდა თუ ისინი დღესაც ჩვენს ეპოქაში არსებობდნენ? შევძლებდით კი გადარჩენას, თუ ეს ნამდვილად ადამიანების დასასრული იქნებოდა. ამიტომ ამ ვიდეოში გავიგებთ, სად და როდის ცხოვრობდნენ ისინი ჩვენ სამყაროში. და ასევე განვიხილავთ მათ უნარებსაც. შემდეგ კი გადავიყვანოთ ისინი ჩვენ სამყაროში. საკმაოდ საინტერესო იქნება ჩვენი საუბარი დღეს. მოდით დავიწყოთ. მაგრამ მოიცადე კიდევ ერთხელ მინდა გთხოვო ერთი რამ, თქო გამოიწერეთ მირანდა მაინერი, რომ მიიღოთ მეტი უფასო გაკვეთილი კრიპტოვალუტის შესახებ. მისი არხის ბმული კომენტარების სექციაში. კარგი, დავბრუნდეთ ვიდეოსთან. სანამ დროის მანქანაში ჩავჯდებით, მოდი ჯერ გავიგოთ ამ ორი ურჩხულის უნარები და შესაძლებლობები. დავიწყოთ ტიტანობუათი. ეს უძველესი გველი ჩვენ სამყაროში 48 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა. და მეცნიერების თქმით, ის ჩვენ სამყაროში 10 მილიონი წლის განმავლობაში ცხოვრობდა. დიახ. და მისი სიგრძე თითქმის 13 მეტრს, ანუ 83 ფუტს აღწევდა. და მისი წონა ტონას აღწევდა. ეს ნამდვილი ურჩხულია, თუ ასე შეიძლება ითქვას. და ეს არის ილუსტრაცია, რომელიც აჩვენებს, რამდენად დიდია ის სინამდვილეში. ტიტანობუა მაინც უფრო გრძელია, ვიდრე ორი ზრდასრული ჟირაფი, რომლებიც წვანან. აი კიდევ ერთი. აღვერდი ამ ორ ვერტებრას. მარცხენა მხარეს არის ანაკონდას ვერტებრა, ხოლო მარჯვენა მხარეს არის ტიტანობუას ვერტებრა. კვლევების მიხედვით, დღესდღეობით ყველაზე გრძელი გველი მხოლოდ ტიტანობუას ზომის ნახევარია. და რაც ყველაზე გასაოცარია, მას შეეძლო თავისი მუცლის თითქმის 3 ფუტით გაფართოება. ეს ნიშნავს, რომ თუნდაც ჰიპოპოტამის ნაშიერი მას უპრობლემოდ შეეძლო გადაეყლაპა. ტიტანობუა მაშინ ცხოვრობდა და გვხვდებოდა ბნელ ჭაობებსა და მდინარეებში. თუ დავფიქრდებით, ტიტანობუა ნამდვილი მკვლელი იყო. მას შეეძლო მოწინააღმდეგე მხოლოდ თავისი ძლიერად მოხვევით მოეკლა. მისი მოხვევის ძალა მოწინააღმდეგეზე იმდენად ძლიერი იყო, რომ ჩვენი დროის გრძელი ხიდის წონაზე 1.5-ჯერ მეც უტოლდებოდა. დიახ, და თუ ძალას გამოვთვლით, ეს 28 კილოგრამს შეადგენს თითოეულ კვადრატულ სანტიმეტრზე. ეხლა გადავიდეთ კრონოზავრზე. ამ არსების პირი შედგება უამრავი პატარა კბილისგან და მისი ზომა თითქმის არ განსხვავდება ორყას, რომელიც უფრო ცნობილია როგორც კვლელი ვეში-ვეშა. და რომ უკეთ გაიგო, კრონოზავრის სიგრძე 10 მეტრზე მეტი იყო, ანუ დაახლოებით 33 ფუტი. და მისი წონა 12 ტონას აღწევდა. და მისი გარეგნობა ძალიან გავდა თანამედროვე ნიანგს. დიახ, კრონოზავრი თითქოს ნიანგის გადიდებული ვერსია იყო. ის ძალიან სწრაფადაც მოძრაობდა და შესანიშნავადაც ნადირობდა თავის მსხვერპლზე. გარდა ამისა, მას ჰქონდა ძლიერი ნექტაგალია, 4 ფარფლი და პატარა კუდი. მეორე მხრივ ჩანს, რომ მას ძალიან გრძელი ყბა ჰქონდა. ეს ნიშნავს, რომ თუ ეს გიგბენს, გადარჩენის შანსი აღარ გექნება. მაგრამ კითხვა ასეთია, ოდეს მე ებრძოლნენ ერთმანეთს კრონოზავრი და ტიტანობუა? პასუხი არის არა. რადგან ეს ორი სხვადასხვა ეპოქაში ცხოვრობდნენ. და თუნდაც თქვათ, რომ ისინი ერთსა და იმავე ეპოქაში ცხოვრობდნენ, მაინც ვერ იბრძოლებდნენ ერთმანეთს. რადგან კრონოზავრი ცხოვრობდა და ბინადრობდა ცივ ზღვაში, ხოლო ტიტანობუა ცხოვრობდა თბილ კლიმატში. მიუხედავად ამისა, როცა ისინი ცხოვრობდნენ თავიანთ ტერიტორიებზე, ყველაზე საშიშები იყო. ეხლა წარმოიდგინე, ან დაუშვათ, რომ ისინი არ გადაშენებულან და დღესაც ჩვენს დროში ცხოვრობენ. მოდით ნახოთ, რა მოხდება. ტიტანობუა რომ არ გადაშენებულიყო, ალბათ ეკვატორულ ტროპიკებში ან ცხელ კლიმატში იცხოვრებდა. მაგალითად კოლუმბიაში, ვენესუელაში, ბრაზილიაში, ეკვადორში, პერუში ან პანამაში
და თუ თქვენს ტერიტორიაზე ტიტანობუა იქნებოდა, ალბათ ნამდვილად დააყენებით მაღალ ღობეებს ან ელექტრომავთულებს. მეორე მხრივ, ეს გველი ქალაქში ვერ იცხოვრებდა, რადგან აქ დამალვის ადგილი არ ექნებოდა. თუმცა მაინც არსებობს დიდი ალბათობა, რომ ის დამალულ ადგილებში, მაგალითად არხებში, ჰიში ან ჭებში დაიმალოს. და თუ ეს მოხდება, მათი მთავარი საკვები სხვა არაფერი იქნება თუ არა, ვირთხები. სინამდვილეში ესეთი გველები ადამიანებით როგორც საკვებით არ ინტერესდებიან. ანაკონდას ფილმში ჩანს, რომ გველი ყოველთვის ადამიანს ჭამს, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში გველი ძალიან იშვიათად ჭამს ადამიანს. და არ არის გამორიცხული, რომ ტიტანობუა მისი ნათესავია. ისიც ანაკონდას მსგავსია, რადგან ისინი ნათესავები არიან. ამასობაში ტიტანობუას ასეთი ზომის პირობებში რა იქნებოდა მათი თავარი საკვები ჩვენს დროში. რა თქმა უნდა, ესენი იქნებოდნენ ალიგატორები, კუები, მდინარის დელფინები და ზოგიერთი ხმელეთის ცხოველიც კი ვერ გადაურჩებოდნენ მას. მისი მსხვერპლი იქნებოდნენ მანატები, კაპიბარები, პუმები, იაგუარები, კაიმანები და კიდევ ბევრი სხვა. და სინამდვილეში ეს გველი თევზებით აღარ არის დაინტერესებული, ალბათ უკვე ძალიან მოკიშჭდა. და შედეგი იმისა, რომ ის კლავს ან ჭამს სხვა ცხოველებს, იქნება ის, რომ საკვების ჯაჭვი დაირღვევა. ზოგიერთი ცხოველი უბრალოდ სხვა ადგილებში გადაინაცვლებს შიშის გამო. ეხლა კი კრონოზავრი ასევე გაანადგურებს თავის ტერიტორიას. ადრე მისი საყვარელი საკვები იყო კუები და უძველესი არსებები პლეზიოზავრები. დღეს ჩვენს დროში ალბათ მისი მთავარი ნადავლი იქნებოდა დიდი ზღვის ძუძუმწოვრები, მაგალითად ვეშაპები და სხვა. შეიძლება მთლიანად ვერ გადაყლაპოს, მაგრამ შეუძლია დაანაწევროს ისინი. და კიდევ ის საფრთხეს შეუქმნიდა მეთევზეებსაც. თევზებიც თავს არიდებდნენ, რადგან მონსტრი მათ ქვემოთ ტრიალებდა. თუ კი ტიტანობუას ძალიან ძლიერი კანი ჰქონდა, კრონოზავრს კი ძალიან ძლიერი კბილები ჰქონდა. დღეს კრონოზავრის ეს ერთეული კბილები $65,000 ღირს. ან $3,500. 3 მილიონ პესო. ეს ოქროზე უფრო ძვირია. ეხლა შენ გითხავ, რას გააკეთებ მოსამზადებლად, თუ გაიგებ, რომ თქვენს რაიონში ტიტანობუა ან კრონოზავრი გამოჩნდა? აველოდები შენს კომენტარს ამ ვიდეოს ქვემოთ. კარგი, კიდევ ერთხელ ეს არის Arwin-Polo TV, ეს უბრალოდ მოთხრობა არ არის, ეს ასევე ცulis შენ შეხედულებას ცხოვრებაზე. მადლობა და შევხვდებით ჩემს შემდეგ ვიდეოში.